გამარჯობა მეგობრებო. ჩემთან უკვე თოვლიანი წვიმა მოდის. ნოემბრის შუა რიცხვებია, ისეთი ცუდი ამინდი არის, რომ წესით უნდა წავსულიყავი აქ პატარა ბაზრობა იმართება ხოლმე, სადაც ბოსტნეულს და მწვანეს ვყიდულობ, მაგრამ გადავიფიქრე და ამ ვიდეოს წერ ის დრო მოვიდა, რომ ჩვენ ფოკუსი გარე სამყაროდან შემოვატრიალოთ ჩვენსკენ ყუდროთ და სითბოში ჩვენს თავს ჩაუყურადოთ და გეპატეჟებით აი ამ ვიდეოთი, რომ ეს ერთ-ერთი პატარა ნაბიჯი აი ამ პროცესში, ერთ-ერთი პატარა ნაბიჯი გადავდგათ და დღევანდელი თემა არის ინტროვერტი, ექსტრავერტი და ამბივერტი. რომელი ხართ მინდა რომ კარგად ჩაეკითხოთ თქვენ თავს დააკვირდეთ. ჯერ ვიტყვი მოკლედ ტერმინზე, რომ ინტროვერტს ყველა ასე ვამბობთ გერმანულშიც, ექსტრავერტზე ზოგჯერ ექსტროვერტი ითქმება, ასე რომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ შეიძლება ხანდახან მეც ხან ერთი ფორმა ვთქვა, ხან მეორე, თავარი არის რომ შინაარსი არ იცვლება. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ინტროვერტის და ექსტრავერტის განმარტებები იცით რა არის, მაგრამ აი ძალიან მოკლედ შეგახსენებთ. ინტროვერტი არის ის, რომელიც თავისი ენერგიით და ქმედებით უფრო საკუთარ შინაგან სამყაროსი არის ძალიან ფოკუსირებული. ის არის უმეტესად მშვიდი ადამიანი, რომელსაც დრო ჭირდება, რომელიც თავის ენერგიას აღიქვამს, აღიდგენს უფრო ისეთ წყნარი საქმიანობის დროს, ან სიმარტოვეში, ბუნებაში სეირნობით, ასევე დიდი ალბათობით მედიტაციაც არის, აი აქ ძალიან კარგი მეთოდი და ექსტრავერტისთვის კი მე გამეგია და უთქვიათ ხშირად, რომ მე არ შემიძლია მედიტირება. რასაკვირველია, ყველა შეუძლია, მაგრამ მას სუმცირე მათ ნაწილს გაუძნელდება ეს, რადგან მათში ეს ჩქეფარე, ეს ცოცხალი სხარტი ენერგია მიმართულია გარემო სამყაროში. ისინი თავს კარგად გრძნობენ, როცა ყურადღების ცენტრში არიან, მარტოობის დროს, ან ძალიან ისეთი წყნარი მედიტატიური გარემოში შეიძლება და უმეტესად თავი მოწყენილად იგრძნონ, მოსაბეზებლად მოეჩვენოთ ეს მალე და ისინი ენერგიას აღიდგენენ ადამიანებთან ურთიერთობაში. შესაბამისად, იცით, აი ბავშვებთან ურთიერთობაში გამოვყოფ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის განვითარებისათვის, რომ მშობლები შვილებს დააკვირდნენ. ნიშნავს, რომ თუ დედას და მშობლებს აქვთ ძალიან რეგლამენტირებული და ეს ძალიან დატვირთული დღის რეჟიმი ბავშვებისათვის, წრეებზე სიარული და ბავშვი სულ მოძრაობაშია, სულ გზაშია, ექსტრავერტირებული ბავშვი და ეს უნარი აქვს ბავშვს დაბადებიდან, თავს კარგად იგრძნობს და არც დაიხლება. იმიტომ ის აი ამ შუალედებში ენერგიას აღიდგენს, ენერგიას იღებს აი ამ გარე სამყაროდან, მისი გარე სამყაროდან. და ინტროვერტირებული ბავშვი კი ძალიან გადაიქანცება და მისთვის საჭირო არის აუცილებლად რომ დღეში იყოს ის პერიოდები, როცა ის თავისთვის იქნება, თავის სამყაროში ყოფნის საშუალება მიეცემა. და აი ამ ბავშვებს ძალიან გააღიზიანებთ, როცა მათ სისტემატურად აი ამ პროცესში, აი ამ თავის დასვენების პროცესში ხელს უშლიან და თავის დასვენების პროცესი შეიძლება იყოს მათი წყნარი თამაში, ხატვა, რაღაცის აგება, მოკლედ ის საქმიანობა, რომელშიც ბავშვი ჩართული არის და რომლის მიმართაც მშობელმა თუ ყველამ უნდა პატივისცემა გამოიჩინოს. დაუბრუნდით ჩვენს თემას. ეხლა ჩვენ რომ იტყვით, რომ შეიძლება თქვენ ხართ ინტროვერტი და შეიძლება ან ექსტრავერტი, ძალიან იოლი არის მათი გამიჯვნა და ფაქტიურად ეს ვიდეოც არ ჩაიწერებოდა მარტო ეს ორი ფორმა რომ იყოს, მაგრამ ჩვენ ვართ ძალიან ორიგინალურები და ბევრ ადამიანს აქვს ორივე უნარი თავის თავში.
თქვენ თუ ჩემი ვიდეოებიდან გახსოვთ რომ მაქვს ნათქვამი რომ მე მუშაობ შინაგანი ნაწილებით და თითოეულ ჩვენთაგანს აქვს ჩემი კონცეფტის მიხედვით რამდენიმე შინაგანი ნაწილი რომელსაც ვახასიათებთ და აი წარმოვიდგინოთ რომ ერთი შინაგანი ნაწილი არის ისეთი უყვარს გამოხატვა აქტიური არის უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და მეორე შინაგანი ნაწილი არის უფრო ეს სიღრმისეული განცდებით, უფრო თავშეკავებული, უყვარს უფრო მეტი სიმშვიდე. აი, ასეთი ორიგინალურები ვართ 2/3. ყოველ შემთხვევაში აი ასე ეხლა ვინ დათვალა, იკითხავთ, მაგრამ აი ასე ვარაუდობენ. ეს ნიშნავს, რომ წარმოვიდგინოთ 100% და არავინ არ არის 100% ექსტროვერტირებული და ასევე ინტროვერტირებული. და როცა ჩვენ გვაქვს ორივე ნაწილი ჩვენში, ნიშნავს რომ თქვათ შეიძლება იყოს 50-50-ზე, ეს ალბათ რაღაცა იდეალური ვარიანტი იქნება, მაგრამ უმეტესად იქნება 60-40-70-30-ზე და ასე შემდეგ. რასაკვირველია, თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია ესე ინტუიციურად თქვას თუ რა შეფარდებას ვარაუდობს თავის თავთან მიმართებაში და თუ ის გრძნობს რომ ორივე ნაწილი აქვს და აი ამას ქვია ამბივერსია, ესე იგი ამბივერტი ხართ, როცა თქვენ თავზე დაკვირვებით და ადგენთ რომ მე მაქვს როგორც ინტროვერტირებული, ასევე ექსტროვერტირებული ნაწილი ხანდახან ძალიან სიამოვნებს და რა სიხშირით ამას ეს თქვენ გეცოდინებათ საზოგადოებაში ყოფნა, გართობა, ხმაურიც, ხმამაღალი მუსიკაც, მაგრამ აუცილებლად მჭირდება პერიოდები და მაქვს მე ფაზები, სადაც მე მიყვარს სიწყნარე სიჩუმე ხმაური მაღიზიანებს და მიყვარს ჩემ თავთან ჩაღმავება და თუ იტყვით რომ მარტოობა ჩემთვის დამღლელი ყოველთვის არ არის. ხშირად მსიამოვნებს. აი ეს არის ის მოცემულობები, რომელსაც უნდა დააკვირდეთ და რა გღლით საიდან იღებთ ენერგიას და როგორ გრძნობთ თავს ამა თუ იმ საზოგადოებაში, ამა თუ იმ მდგომარეობაში. და შემდეგ ჯერ პირველი ნაბიჯი იქნება ის რომ ჩაეკითხოთ თქვენ თავს, თუ ხართ გამოხატული ექსტროვერტი, თუ გამოხატული ინტროვერტი და თუ იტყვით არა მე ორივე ნაწილს ვხედავ ჩემში, აი ესე ინტუიციურად, პროცენტულად ეს ნაწილები შეაფასოთ. რასაკვირველია, შეიძლება მათი უფრო ზუსტად შეფასება, მაგრამ აი ამ ვიდეოთი მე ვფიქრობ, რომ აი ეს არის სუმცირე ვარაუდი არის შესაძლებელი. ხა შემდეგი ნაბიჯი. ამბივერტს აქვს თავისი 4 ქვეტიპი. და ეხლა გადავიდეთ აი ამ რა ქვეტიპებია ეს და აი ესენი დავახასიათოთ. მანამდე კი ვიტყვი რომ ინტროვერტი არ ნიშნავს მორცხობას. და ინტროვერტი არ ნიშნავს რომ ვინმე თქვათ ექსტროვერტი უფრო ჭკვიანი აზრიანია და ინტროვერტი ნაკლებად ან პირიქით ორივეს თავისი ძლიერი მხარეები აქვს და მორცხობა ყოველთვის არის დაკავშირებული ჩვენს შინაგან შიშთან შესტომის დაშვებაზე, ასევე შიშთან რომ რაღაცას ჩვენ ხელს ვკრავენ, არ მიგვიღებენ, გაგვრიყავენ და ასე შემდეგ. და ის არის ძალიან ღრმარწმუნებულობა ჩვენს შინაგან პროგრამაში და ინტროვერტი არ ნიშნავს მორცხობას. ასე ვთქვათ, ერთმანეთთან დაკავშირება ხშირად ხდება. ინტროვერტი თავისი საქციელით არის მოკრძალებული თავისი ბუნებიდან გამომდინარე, სხვის ზღვრებს პატივს სცემს. იცის ჯერ სანამ რაღაცას იტყვის,
გაიაზრებს, როცა ექსტრავერტი ძალიან ხშირად დაუფიქრებლად რაღაცას თავისი ენერგიიდან გამომდინარე, თუ ეს ენერგია რამდენად მჩქეფარია, რაღაცას სწრაფად წამოისვრის, მერე სანანებელი გაუხდება. გერმანელებს მაინც და მაინც ისეთი მოსწრებული ხუმრობები არ აქვთ, მაგრამ ასე ხუმრობენ ჩემი კოლეგების წრეში ხოლმე ინტროვერტზე და ექსტრავერტზე, რომ გზაში ესენი ერთმანეთს შეხვდებიან და ექსტრავერტი ეკითხება პირველი, რასაკვირველია პირველი, აბა როგორ ხარ, რამდენი ხანი არ მინახი ხარ, მომიყევი შენი ამბავი. და ეხლა ეს ინტროვერტი დაფიქრდება, გადაავლებს თვალს, რამდენი ხანი არ უნახია ეს ნაცნობი თუ მეგობარი და სანამ გაიაზრებს თუ აი ამ პერიოდიდან რა უნდა გამოყოს და რა პასუხი უნდა გასცეს, ეს სიჩუმე, რომელიც ხშირად ექსტრავერტისთვის არის უხერხული და უნდა მისი შევსება აუცილებლად, ისევ წართმე, ესე იგი, აიღებს სიტყვას თავის თავზე და მოუყვება თავის ამბავს, მიაყოლებს შუბლების ამბავსაც და მერე ჩაეკითხება შენ იყავი უკვე შუბლებაში. ახლა ეს ინტროვერტი ფიქრობს, პირველ კითხვაზე პასუხი არ მიუცია. თან ახლა ახალი შთაბეჭდილებები მიიღო, რომელსაც ის ამუშავებს, ესე იგი შუბლებაში იყო, აი ნახე რაღაც საინტერესო თქვა და კიდევ მესამე კითხვა დაუსვეს. მისი ტემპი სხვანაირია, ინტროვერტის ტემპი, უფრო ნელია, უფრო დინჯია და შესაბამისად ექსტრავერტის ტემპი უფრო სხარტია. ძალიან საინტერესო მაგალითი მახსენდება ჩვენი კუთხურობიდან გამომდინარე, ასევე ფიქრობ, რომ ეს ინტროვერტობა და ექსტრავერტობა ძალიან საინტერესოდ არის გადანაწილებული. რამდენიმე დღის წინ მოусმინე დიდი ინტერესით ეს გარდენის მფლობელ ბატონ ზურა შევარდნაძის ვიდეოს, სადაც ის აღწერს, რომ მის ბავშვობაში, როცა ის 6 წლის იყო, დიდთოვლობის გამო დაზიანებული სვანური სოფლებიდან გურიაში ჩამოასახლეს დაახლოებით 100 სვანური ოჯახი. და ამბობს, რომ ეს რთული იყო ორივე მხარესთვის და განსაკუთრებით ჩამოსახლებულებისათვის, რადგან ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ის აღწერს თუ როგორ დინჯად და როგორ მოზომილად იქცეოდნენ სვანი მოხუცებულები. ძალიან საინტერესოდ აღწერს, რომ აი, როცა გზაში ვინმე შემოეყრებოდათ გვერდზეც, რომ გადადგებოდნენ და ძალიან ესე ქუდსაც მოიხდიდნენ, სულ სხვა ესე იგი ქცევას თუ ტემპერამენტს ამჟღავნებდნენ და იცით, როგორც ჩვენ სვანების ხასიათს ვიცნობთ უმეტესწილად და გურულების ხასიათს ცხადია. ისინი ინტროვერტები იყვნენ უფრო და გურულები კი, ცნობილი არის, რომ ძალიან სხარტი, ფიცხი ხალხია და ექსტროვერტირებულები არიან უმეტესად და აქედან გამომდინარე ეს როცა ორი პოლუსი ხვდება ერთმანეთს, რასაკვირველია, ურთიერთობა იოლი ვერ იქნება, მაგრამ შეუძლებელი არ არის. მათ შეიძლება ერთმანეთი გარკვეულწილად შეავსონ და დააბალანსონ კიდეც. ეხლა დაუბრუნდეთ აი ამ 4 ქვე ტიპს. პირველი არის ამბივერტის 4 ქვე ტიპს. პირველი არის სოციალური. ეს ნიშნავს, რომ როცა ადამიანს ორივე მხარე აქვს, როგორც ექსტროვერტული, ასევე ინტროვერტული და თვითონ გადაწყვეტს იმის მიხედვით, თუ რა სოციალურ გარემოშია, რომლის მოდულში იყოს. შეიძლება იყოს მაგალითად, როცა ადამიანს აქვს ესეთი სამუშაო, სადაც უხდება მაგალითად ჯგუფებთან მუშაობა და იქ ხვდება, რომ უნდა შევიდეს ეს აქტიურ მოდულში და შეიძლება მან შემდეგ ეს გააწონასწოროს და თქვათ საზოგადოებაში, სახლში, სადაც ის უფრო წყნარ თავის ინტროვერტულ მოდულში იქნება. მეორე არის ემოციური და აი აქ ალბათ გეცნობათ ბევრს. მე ვფიქრობ, რომ ეს ემოციური ინტროვერტობა
ამბივერტობა უკაცრავად ახასიათებს ძალიან ჩვენს მოსახლეობას. ეს ნიშნავს, რომ რაღაცა ფაქტი, სიტყვა იწვევს ადამიანში მოვლენა იწვევს ადამიანში ისეთ ემოციურ ძრებს, რომ ის თავისი ინტროვერტული მოდუსიდან, ესე იგი დენჯი წყნარი მოდუსიდან გადადის ისეთ ექსპანსიურ, ექსტროვერტულ მოდუსში, გამოცოცხლდება ენერგიის მოძალებას გრძნობს, ძალიან მოინდომებს და თავის აზრს და ემოციასაც ვერ შეიკავებს, რადგან აი რაც მოხდა, იმან მას დიდი ემოცია გაუხვიცა, როგორც შეიძლება იყოს როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური. ეს შეიძლება იყოს დიდი სიხარული, ეს შეიძლება იყოს დიდი ბრაზი. და მე ვფიქრობ, რომ ქართველები როგორც ძალიან ემოციური ხალხი, აი სოციალურ ქსელებში იული არის დაკვირვება, რომ წყნარი დინჯი ადამიანებიც უცებთ სულ სხვა განწყობას, სულ სხვა ენერგიას, სულ სხვა ენერგიას ამჟღავნებენ და ენერგეტიკულად შეგვიძლია ესე აღვიქვათ, პირველი ეს ენერგია, მოლიბლივე წყალი, რომ თქვათ, ზღვაზე წარმოვიდგინოთ, როცა ტალღები ნაზად, ან კიდევ რაღაცას რიტმულად, შედარებით, გაწონასწორებულად მოძრაობენ და შემდეგ ეს ჩქეფარე ზღვა და აქაც სხვადასხვა თავისი დონეები არსებობს, ცოტა აღელვებული, ძალიან აღელვებული, ეს გაგვიადვილებს წარმოდგენას. და შემდეგი მეოთხე არის დამკვირვებელი. ეს არის ის ტიპი, რომელიც ყველა სიტუაციაში ჯერ კარგახანს დააკვირდება სიტუაციას, სანამ გადაწყვეტს, რომ აი ღირს მან რამე თქვას. ან არის ის გარემო შესაფერისი იმ სიტუაციისთვის, იმ სათქმელისთვის, რასაც ის იტყვის, ან ნდობას იმსახურებს, ან უსაფრთხო არის. ესე იგი, დამკვირვებლის როლში შედის და მას სჭირდება ძალიან ისეთი შინაგანის სჭირდება, რომ დარწმუნდეს, რომ ეს ის გარემოა, რომელიც მის აქტიურობას იმსახურებს, უფრო ისეთი სიტყვა არის, რომელშიც მას შეუძლია იყოს აქტიური რაღაცა დიდი საფრთხეების და პრობლემების გარეშე. და აქაც მინდა რომ ჩაგეკითხოთ, აბა ჩაუღმავდით თქვენს თავს, თუ კითხვები გაქვთ, დამიწერეთ კითხვები ვიდეოს ქვემოთ. ძალიან საინტერესო არის, როცა ჩვენ თავს გავიცნობთ და აი ამ ჩვენს უნარებს, ჩვენს თვისებებს დავაკვირდებით, ეს საშუალებას მოგცემს მათი პოტენციალის უკეთ გამოყენებისათვის და ასევე ჩვენს ურთიერთობებს გაუმჯობესებს, საშუალებას მოგცემს უკეთ გავუგოთ სხვა ადამიანებს და უკეთ მართოთ ჩვენი ენერგია, ჩვენი პოტენციალი და შესაბამისად ნაკლებად ვიყოთ გაწვრილებულები, როგორც ჩვენი რეაქციით შეიძლება, ასევე სხვების ქმედებებით. და ვიდეოს ბოლოს მინდა რომ გითხრათ, რომ გადავწყვიტე რამდენჯერმე ვთქვით, აი ამ ზამთრის პერიოდში, უბრალოდ ჯერ შემოდგომა არ დამთავრებულა, გეგმავ კურსს შინაგანი მეს გაძლიერებაზე. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ აი ამ თემებსაც, აი ამ თვისებებს ჩვენში იმ კურსის განმავლობაში კიდევ უფრო ჩაუღმავდებით და რაში გვჭირდება ეს, რომ ჩვენ ენერგეტიკულად თავი ისე გავაძლიეროთ, რომ შევძლოთ სოციალურ ქსელში ყოფნის დროს, საზოგადოებაში ყოფნის დროს ჩვენი ენერგეტიკული დაცვა, ჩვენი ენერგეტიკული დასტაბილიზება, განსაკუთრებით მათ, ვისაც უხდებათ, მაგალითად რაღაცა პროდუქტი შეთავაზება უნდა სოციალურ ქსელში, არიან სოციალურ ქსელში და თავისი აზრის გამოხატვას ვერ ბედავენ ან საზოგადოებაში. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი გამართული შინაგანი მე ყოველთვის არის ისეთი ძლიერი, რომ მისით იწყება ეს სამყარო და ის
თავის გაძლიერებულ მდგომარეობაში მცდარ კომპრომისებს არ გააკეთებს და მე ვფიქრობ შინაგანი გაძლიერების აი ამ საბაზისო კურსში ძალიან ბევრ საინტერესო გამოცდილებას გავაკეთებთ. მანამდე კი მინდა რომ გთხოვოთ რომ აი პირველ კომენტარში დავდებ ბმულს და როცა გადავწყვეტ რომ საინფორმაციო საღამო საინფორმაციო შეხვედრა ონლაინის ზუმის მოდულში გავაკეთო მე აი ამ ელფოსტის საშუალებით საშუალება მექნება რომ თქვენ მოგიპატეშოთ რასაკვირველია ყოველგვარი ვალდებულების გარეშე და იმის შემდეგ შეგიძლიათ გადაწყვეტოთ თუ მზად ხართ ასეთი ტრანსფორმაციის კურსისათვის. ხო. ის რომ გემშვიდობებით და გისურვებთ რომ თქვენ თავს აი ამ ბუნების აი ამ ფაზაში, როცა ბუნება თვითონ აი უკან იხევს, აი თქვენს ნაბიჯი უკან გადადგათ, მზერა შემოატრიალოთ და თქვენს თავთან ხშირად მარტოყოფნის დროს თქვენს შინაგან სამყაროს ჩაუყურადოთ. გისურვებთ წარმატებას აი ამ გზაზე. კარგად ზანდებოდეთ, დიდი მადლობა.